მოდიან დარბაზში, ხალიჩაზე, საბრძოლო ხალიჩაზე გაფენენ დაფას და თან მიდის ჭადრაკი და თან მიდის კრივი და ეს უჩვეულო სპორტი ჭადრაკ-კრივია. აქ წარმატების მისაღწევად უნდა იყო როგორც კარგი მოჭადრაკე, ასევე ძლიერი მებრძოლიც. გამარჯვებისთვის გონების სისწრაფე და ფიზიკური გამძლეობა ერთნაირად აუცილებელია. ჭადრაკ-კრივის პირველი კლუბი ბერლინში ჰოლანდიელმა ხელოვანმა და ათლეტმა იპე რუბინგმა 2000-იანი წლების დასაწყისში დააარსა. მას შემდეგ სპორტის ამ სახეობამ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. დღეს მის ასპარეზობებზე 50-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს და ყოველწლიურად მსოფლიო ჩემპიონატებიც ტარდება. 2 წლის წინ აღმოვაჩინეთ შემთხვევით ერთ-ერთ ტურნირზე ყოფნის დროს საზღვარგარეთ აღმოვაჩინეთ რომ რამდენიმე სახეობაში ტარდებოდა ერთდროულად და მათ შორის დავინახეთ რომ რინგზეც ჩხუბობდნენ ბიჭები და თან ჭადრაკს თამაშობდნენ მორიგეობით. ესე იგი ერთი რაუნდი თუ კრივი იყო, მეორე რაუნდი ჭადრაკი იყო, დაგვაინტერესა ამ სახეობამ, ვიკითხეთ რა სახეობა იყო და აღმოჩნდა რომ 50-ზე მეტი ქვეყანაა გაერთიანებული ამ მსოფლიო ფედერაციას, ის არის ჩეს ბოქსის მსოფლიო ფედერაცია. ჭადრაკ-კრივის წესები კი ასეთია. როგორც წესი 5 რაუნდი გრძელდება ბრძოლა, ჭადრაკი, კრივი, ჭადრაკი, კრივი და ჭადრაკი ისევ. როგორც წესი მეხუთემდე თითქმის არასდროს არ მიდის, იშვიათი შემთხვევებია რომ დაემატოს რაუნდი და აი ამ 4 რაუნდში, მაქსიმუმ 5 რაუნდში გამოჩნდება ვინ არის გამარჯვებული. ამ სპორტს საქართველოშიც მისდევენ. რამდენიმე კვირის წინ სერბეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით 8 სპორტსმენი გამოვიდა. მათგან 4-მა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. დანარჩენებმა კი საპრიზო ადგილები გაინაწილეს. ერთ-ერთი გამარჯვებული 16 წლის ნიკოლოზ მესხიაა. ის ამბობს, რომ ჭადრაკის თამაში ბავშვობაში ბაბუამ ასწავლა და დღეს ეს ცოდნა პროფესიონალურ სპორტშიც ეხმარება. ნორმალურად თამაშობ ჭადრაკს და ეხლა ხან აი 23 სექტემბერს ჩეს ბოქსინგში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი სერბეთში, სადაც სცადე ჩემი ბედი და მსოფლიო ჩემპიონატი მოვიდა. ფინალში შემხვდა რუსი მოწინააღმდეგე, რომელმაც მატი ჩამისვა, მაგრამ პირველი რაუნდი მქონდა აშკარა უპირატესობით მოგებული კრივში და ამიტომ კენჭისყრა მოხდა და ამოვიდა კრივი ისევ და კრივში გავიმარჯვე. წინა წელს გავიგე პირველად ამ სპორტის შესახებ და თვითონ როცა ეს გავიგე, ეს მე შეჯიბრზე ვიყავი ინგუშეთში, როდესაც რა ქვია, დავაკვირდი რომ სპორტში რამოდენიმე ადამიანი თან ჭადრაკს თამაშობდა და მე რინგზე ადიოდნენ და იქ კრივობდნენ და მაინტერესა, მომინდა გამერკვია რა რამდენად შემეძლო, იმიტომ რომ ბავშვებიდან მიყვარს ჭადრაკიც და ბავშვებიდან რა ქვია კრივშიც ვარ და ვიკრივებ კარგად და ამიტომ რა ქვია ჩემი თავი ცადე და როგორც ჩანს გამოვიდა რაღაც. საქართველოში ჭადრაკ-კრივი თანდათან ვითარდება. სულ უფრო მეტი ახალგაზრდა სპორტსმენი ინტერესდება ამ დისციპლინით და მასში საკუთარ შესაძლებლობებს ამოწმებს. ასე ვამბობთ ჩვენ რომ საშიში არის ძლიერი სპორტსმენი, ძლიერი მებრძოლი, თუ ის არ არის განათლებული. ჩვენ ისედაც ვაქეზებთ ბავშვებს რომ წიგნი იქნება ეს თუ ჭადრაკი იქნება თუ ზოგადად მეცნიერება, ხელოვნება იმ მიმართულებით აუცილებლად აქტიურები იყვნენ და ასევე ჯანმრთელობა იქნება თუ საბრძოლო და თავდაცვის უნარი ორივე ქონდათ განვითარებული. ჭადრაკ-კრივის მთავარი დევიზი ასეთია: ბრძოლა მიმდინარეობს რინგზე, ომი კი საჭადრაკო დაფაზე.